მე-14 საუკუნის მიწურულს თემურ ლენგი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და სასტიკი დამპყრობელი საქართველოს საზღვრებს მოადგა. ხედართ მთავარი, რომელმაც მთელი აზია ომის ქარცეცხლში გახვია. გაანადგურა სახელმწიფოები, გაწვა და დაანგრია ასეულობით ქალაქი და ციხესიმაგრე. დედაწულიანად ამოწყვიტა მრავალი ტომი და არც ერთ ბრძოლაში არ დამარცხებულა. ხედართ მთავარი, რომელმაც ჩინგის-ხანის იმპერია აღადგინა და მთელი აზიის მბრძანებელი გახდა, ყველაზე დიდ წინააღმდეგობას საქართველოში შეხვდა. ჯერ ბაგრატ მე-5-ემ, შემდეგ კი მისმა ვაჟმა გიორგი მე-7-ემ თემურ ლენგთან უთანასწორო ბრძოლისას ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საზარელი ტრაგედიითა და უმაგალითო გმირობით აღბეჭდილი ეპოქა შექმნეს. მე-14 საუკუნის ბოლო და მე-15 საუკუნის დასაწყისი ეს არის ურთულესი ეპოქა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა და ასევე იდგა ის საკითხი, იქნებოდა თუ არა საქართველოს ქრისტიანული ქვეყანა. ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ჩვენ საზოგადოებას ჩვენ ეს თუ რა ძალა იყო რეალურად თემურ ლენგი, რაღაც გასაოცარი მასშტაბის სამხედრო ოპერაციებს ატარებდა იგი და რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ის ქრისტიანული საქართველოსთვის. ამიტომ, როდესაც იგი მოადგა საქართველოს, მისი მთავარი მოთხოვნა იყო ის, რომ საქართველოს უნდა შეეცვალა რჯული, ანუ ის უნდა გამختარიყო მაჰმადიანური. ქართულ ისტორიოგრაფიაში ივანე ჯავახიშვილის დროიდან მოყოლებული არის საკმაოდ მძიმე ბრალდება აღანებული ბაგრატ მე-5-ის მიმართაც და განსაკუთრებით გიორგი მე-7-ის მიმართ, რომ მათ თითქოს, ესე იგი, ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ დიპლომატიური გზებით მოეგვარებინა თემურ ლენგთან ურთიერთობა და ეს რვა გამანადგურებელი და ამაოხრებელი შემოსევა აეცილებინათ თავიდან. ასეთი თვალსაზრისით ბევრგან არის გატარებული სხვა თქვა სახელმძღვანელოებშიც. რა მოხდა რა, მაშინ ესე დავსვათ საკითხი, რა მოხდა? ნუ თუ ასე დააბრმავა პატივმოყვარეობამ ბაგრატის და მე განსაკუთრებით გიორგი მე-7, რომ არ გაითვალისწინეს არაფერი და შეაკლეს მთლიერი თემურ ლენგის წინააღმდეგ ბრძოლას. რა, ესე იგი იყო რაღაცა მიზეზი ისეთი, რაც მიუღებელი იყო ჩვენი მეფეებისთვის. და ეს იყო სწორედ ის, რომ თემურ ლენგი კატეგორიულად თხოვობდა საქართველოს გამაჰმადიანებას. ისინი არა მარტო მეფეთა გამაჰმადიანებას და თქვა სამეფო ოჯახის გამაჰმადიანებას კი არ თხოვობდა მარტო თემურ ლენგი. მთელი საქართველოს გამაჰმადიანებას თხოვობდა. ესე იგი, რა გზა ქონდა ბაგრატს? ერთი ის, რომ ან უნდა ამ 12000-იანი მხედრობით შემოსულიყო საქართველოში და ცეცხლითა და მახვილით გადაერჯულებინა მთელი საქართველო, ან მეორე თავისი და თავისი ოჯახის ხო იქ ის მისი მეუღლეს და ვაჟიშვილიც იქ იყვნენ თავისი და თავისი ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად გაეკეთებინა ის რაც გააკეთა რა ანუ ის 12000-იანი მხედრობა მოახერხა მას შეატყობინა გიორგი მე-7-ია შემდგომში ეს არა საქართველოს მეფე თავის ვაჟს გიორგის და ხუნანთან ბერდუჯის პირას ეს საქართველოს აზერბაიჯანის საზღვარია დღეს აქ ჩაუსაფრდნენ და ამოხოცეს ეს 12000-იანი მხედრობა. ხო არავითარი გარანტია არ ქონდა ბაგრატს არც იმისი, რომ ის და მისი ოჯახი ცოცხლები გადარჩებოდნენ, თქო რა, იმიტომ რომ მტრის შუაგულში იმყოფებოდნენ ისინი აუზში. მაგრამ ნუ სხვა გზა არ იყო და სავსებით ასე ვთქვათ, გასაგებია ის, რომ სწორედ ბაგრატმა ეს მეორე გზა ეჩია, რომ თავისი სიცოცხლის რისკის ფასად გაეკეთებინა, ასე ვთქვათ, მოეწყო ეს აჯანყება. როდესაც ყალიბდებოდა ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფია და ჩვენ ვიყავით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, ამ დროს თემურ ლენგისადმი დამოკიდებულება იყო გარკვეულად ცენზურის ქვეშ და აი რატომ. თემურ ლენგმა დაანგრია თოქთამიშის ოქროს ურდო, რომელიც იყო დიდი საფრთხე რუსეთისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თემურ ლენგს გადაწყვეტილი ჰქონდა გალაშქრება, მოსკოვზე მან ეს არ გააკეთა. როგორც რუსი ისტორიკოსები ამბობენ, ეს ნაბიჯი მან არ გადადგა იმ სიზმრის წყალობით, რომელიც მან ნახა. ბუნებრივია განწყობა რუსული ისტორიოგრაფისა თემურ ლენგის მიმართ, რომელსაც ისინი ტამელნას უწოდებენ, იყო და არის განსხვავებული. თქვენ დღესაც შეგიძლიათ ნახოთ რუსული დოკუმენტური ფილმები, სადაც ლამის ხოტბას ასხავენ თემურ ლენგს. ამიტომ თემურ ლენგის მიმართ ცუდი განწყობა
უკვე იცვლებოდა არალოიალურობად მოსკოვის მიმართ. ამიტომ აი ეს ყველა მომენტი ხელს უშლის ობიექტურ აქმას. ისეთი დიდი მეფისა, როგორც არის გიორგი. მეშვიდე, რომელსაც მიაწერენ არადიპლომატიურობას და ზედმეტ უკომპრომისობას. ესე იგი, მიაჩნიათ, რომ მას შეეძლო სხვანაირად ემოქმედა, არ დაპირისპირებოდა ასე რადიკალურად თემურლენგს და თითქოს გადაერჩინა საქართველოს იმ გრევების უბედურობისა და მსხვერპლისაგან, რომელიც მაშინ იყო საქართველოში. ზოგიერთი რუსი ისტორიკოსი ამბობს, რომ მაშინ რომ მოსკოვზე წამოსულიყო თემურლენგიო, ჩვენ ვიარსებდი თუ არა, არავინ არ იცის. წარმოიდგინეთ, აქ ლაპარაკია ერთ ლაშქრობაზე და ჩვენთან კი 8-ჯერ შემოვიდა თემურლენგი. თემურლენგი კატეგორიულად ხოვდა ჩვენ გამაჰმადიანებას. სხვადასხვა ჩვენ რომ გამაჰმადიანებულიყავით, შეიძლება რიცხობრივადაც მეტნი ყოფილიყავით იგი ოსმალებს. იმდენი აწვიოკება ქვეყანას არ განეცადა, რაც ბრძოლები ჩვენ ქონდა და უბედურება რა ოსმალებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ, მაგრამ რა ქართველები არ ვიქნებოდით, რაღაც სხვა ხალხი ვიქნებოდით და ასე რომ აბსოლუტურად სწორი და გამართლებულია გიორგის ესეთი ნაბიჯი და ასეთი შეუპოვარი და შეურიგებელი ბრძოლა თემურლენგის წინააღმდეგ. 99,403 წლებში 4 ლაშქრობა 5 წელიწადში საქართველოში და თემურლენგმა ასე ვთქვათ საღვთო ომი გამოუცხადა. საღვთო ომი გამოუცხადა საქართველოს წინააღმდეგ. 1399 წელს არის კახეთში ლაშქრობა. ესე იგი დაავალა მან თავის ჯარისკაცებს, რომ მიწის ზევით არაფერი არ დაეტოვებინათ, არავითარი ნაგებობა, არავითარი ბაღი, ვენახი, რაღაცა, ნარგავი, არაფერი. და გაენადგურებინათ ყველაფერი. მერე დიდთოვლობის გამო იძულებული იყო თემურლენგი წასულიყო. 1400 წელს ისე მოადგა თემურლენგი საქართველოს და შეუთვალა მაშინ გიორგის მეტყობა. აი გაწეულმა დიდმა წინააღმდეგობამ თემურლენგზეც იმოქმედა და თვითონ თემურლენგიც ეძებდა რაღაცა გზებს მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის ქართველებთან. მაგრამ ხო გეუბნებით იმისთვის, ესე იგი კატეგორიულად იდგა ეს საკითხი. კატეგორიულად ჰქონდა დაყენებული, რომ საქართველოს უნდა გამაჰმადიანებულიყო. და გიორგის მოთხოვა მასთან გამოცხადება, გამაჰმადიანება. აი გიორგის პასუხი არის, ხშირად ქართულ ისტორიოგრაფიაში აი გიორგის პასუხსაც აბრალებენ, რომ ასეთი თავხედური პასუხი გასცა თემურლენგს და თავხედური კი არის, ხო ღირსებით სავსე პასუხი თემურლენგისადმი. რაღაცა თუ სარკინოს ხარ და ბარბაროს ჯულით ადარა უწყი წინასწარ მეტყველთა მიერ თქმული. უფალი ამ პარტავანთა შემუსრავს ხოლო მდაბალთა მოსის მადლი. ესე უწყოდე. რამო თუ მეფობისე შენის არა უმცირეს ვარ, არცა უდარეს. არა უწყია რამე თუ ძირთაგან დავით წინასწარ მეტყველისათ აღმოცენებულ ვართ. და მის გამო ღმრთისა მიერ ცხებით არს მეფობა ჩვენ ბაგრატუანთა და ტომნი ვართ დავით მეფისა წინასწარ მეტყველისა. სხვა მეფე არაუფლებულ არს ჩვენზე და გარნა მეფე იგი ზეცათა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ხოლო მეფობა შენი აქასა მსწრაფილ წარმავალ არს და უმკვიდრო და მუსაუკუნოდ გეგულების ცეცხლი უშრეტი. რამე თუ ესეოდენი ბოროტი გიყოფიეს და არა განსიხსისხლთა ჩვენთაგან და კვალად გნებავს შეჭმათ ხორცთა ჩვენთა ძვალთა თანა. და წვინა იდგა ნეგევითარითა სილაღითა მოკადულ ხარ ჩვენ და მომართ მომავალი. მოვეთ თუ არა ხარ სეფექალი და დიაც და თუ შენ არა მოხვალ მე მოვალ ძალითა ღმრთისათა რჩეულითა სპითა ჩემითა. რამე თუ სამგზის შენცა გიხილავს და სიმრავლეთა სპათა შენთა უწყიან ხეც ქმნილობა და გამოცდილება ომსეშინა ჭაბუკთა ქართველთასა. რაღაცა თუ სიმრავლეთა ძალისა შენისათა მრავალი ბოროტი გიყოფიეს ჩვენ და მომართ უნებლად არცე ჩვენ მიერ წარსრულ ხარ. თემურლენგის ისტორიკოსები წერენ, რომ ძვინვარების ალი აბარიალდაო ისე გააგიჟა თემურლენგი ამ სიტყვებმა. ჯერ გოგჩისპასთან იყო ბრძოლა, სევანის დღევანდელი სომხეთშია, მაშინ საქართველოში შემოდიოდა და იქ გიორგი მარიჩია ძალიან ხელსაყრელი პოზიცია, ძლიერი ქარი იყო და მოკლედ ჩვენთვის ზურგქარი რო ყოფილიყო, ისეთ პოზიციაში დადგა და იმათ მტვერს და იმას სახეში აყრიდა. დილიდან დაღამებამდე გაგრძელდა ეს ბრძოლა. საღამოს უკვე შებინდებისას თემურლენგი თვითონ ჩაუდგა თავის ნაწილებს სათავეში და ახალი დასვენებული ძალები ჩააბადა, ნუ უკვე დაღლებმა ქართველებმა ვეღარ გაუძლო ამ შეტევას და დაიხიეს უკან და უკუიქცნენ. არის მერე ამის მერე ბრძოლები არის გორთან,
არის ძამის ციხესთან ეს სავანეთთან, ну ასეთი გეოგრაფიული პუნქტი არ არის დღეს, მაგრამ იქვე არის ესეც შიდა ქართლია და ყველგან თვითონ ზღადაშორის ისინი აღნიშნავენ თემურლენგის ისტორიკოსები, რომ ვეფხვივით იბრძოდა მეფე გიორგიო და ყოველთვის ახერხებდა ბოლო მომენტში მაინც რომ ეს ალყა გაერღვია და თვითონ სამშვიდობოს გასულიყო. ფაქტიურად ალტერნატივა ქართველებს არ აქვს. ეს იყო ან ბრძოლა უკომპრომისო, თავგანწირული, ან კიდევ მიღება აი ამ ულტიმატუმისა და საწმუნოების შეცვლა შესაბამისად სულის დაღუპვა. აი ამ ეს არჩევანი ქართველმა გააკეთა და აი ამ ბრძოლაში მას სათავეში ავდა ისეთი გასაოცარი გმირი, როგორც იყო გიორგი მეშვიდე. 1400 წელს კვლავ შემოვიდა თემურლენგი საქართველოში და მაშინ გადავიდა დასავლეთ საქართველოში. აი ხდება საინტერესო რამე, ხასები აიღეს დასავლეთ საქართველოში გაიარსა. პირველად ალბათ და ერთადერთი შემთხვევა არის თემურლენგის მმართველობის ისტორიაში, როდესაც სარდლებმა მას ურჩობა გაუბედეს, შეპასუხება გაუბედეს. მივიდნენ ეს სარდლები მასთან და უთხრეს რომ რა გინდა რატო გხოცავ ამ უსარგებლო ქვეყანაში. გავივლით ტერიტორიას ავიღეთ და მოვცილდებით ჩვენ ეს ხალხი მთაშია შეხიზნული, ჩამოვა ისევ თავის ადგილას ცხოვრობს. ვერაფერი ვერ დავაგელით და ზამთარი ახლოვდება და წაგვიყვანე აქედან უთხრა, თორე დავიხოცებითო თქვა. ხა ხო გითხარით რა, რამდენად პატივმოყვარე პიროვნება იყო თემურლენგი და იძულებული გახდა თვითონ გაეგზავნა გიორგისთან ელჩი, რომ ეს შამქორის აი ამ 1401 წლის საზავო პირობები ისევ განახლებულიყო. ამის შემდეგ თემურლენგმა დააპირა ჩინეთში წასვლა. ეხა იქ ინდოეთში ლაშქრობას და ჩინეთში ლაშქრობას თვითონ რჯულის განსამტკიცებლად იყო. ეს არ აწუხებდა თემურლენგს, რომ უღმრთო იყო და ურჯულო კარგად ჩანს მის წერს. მის მოღვაწეობიდან, მაგრამ ისე სხვადასხვა ძალიან განათლებული პიროვნება იყო. მართალია კითხვა არ იცოდა, მაგრამ სპეციალური წამკითხველები ყავდა და განსაკუთრებით ესეთი ისტორიული ხასიათის, საისტორიო თხზულებები აინტერესებდა. სადაც არ შედიოდა. თუ ვინმე იყო რაიმე საქმის ოსტატი და ხელოსანია, რა თქვა, ქვის მთლელი, ხუროც მოძღვარი კირთუ, ყველას ასახლებდა სამარყანდში პირდაპირ და ყველგან ძარცვავდა სამეფო ბიბლიოთეკებს და ჩვენც აგვაქვს ეს ცნობები, რომ აქედან სამეფო ბიბლიოთეკაც გაძარცვა და წაიღო მთლიან და გადაიტანა სამარყანდში. და ნუ ახლა აქ ჯულის გამტკიცების მიზნით იყო ინდოეთში და წავიდა ირანში, ჩინეთში. მერე, ნუ ჩინეთს ზღაპრული სიმდიდრის ქვეყანა, ინდოეთის არა, ამიტომ იყო იქ ეს ლაშქრობა და ნუ იქ გზაში გარდაიცვალა თემურლენგი. ამის შემდეგ მისი ნარჩენები ესე გასვლა თემურლენგის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მალე დაიშალა, იმიტომ რომ ეს იყო სწორედ აი თემურლენგის პიროვნებით, ამ ძლიერი პიროვნების მიერ შექმნილი იმპერია, რომელიც არავითარ ეკონომიკურ, კულტურულ თუ რაღაც საფუძვლებს არ ეყარებოდა. თემურლენგის ჯარის ნარჩენებისაგან კავკასიის განთავისუფლება ისევ საქართველოს აიღო თავის თავზე გიორგი მეშვიდე. ეხლა ჩვენს ისტორიოგრაფიაში თემურლენგის წინააღმდეგ ბრძოლა გიორგი მეშვიდისა შეფასებული არის როგორც ქართველი ხალხის, ვთქვათ, აი სამამულო ომი. და ეს ნამდვილად ასე იყო, ეს იყო სამამულო ომი, რომელიც ქართველმა ხალხმა მოიგო, შეიძლება ითქვას, უდიდესი სხერფლის გაღებით და უდიდესი მატერიალური ზარალის სანაცვლოდ. ანუ თავარი რა არის ისეთ რომ ქართველობა ეხა ეს ტერმინი დამკვირდა ნიკო ბერძენიშვილიდან მოყოლებული ქართველობა გადარჩა. ანუ ჩვენი ეროვნული სახე და ეროვნული თვითმყოფადობა შევინარჩუნეთ და გადავჭით ფიზიკურად. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ესე იგი მოწამეობრივი თავდადება ქართველი ქრისტიანიერისა, ამხსარებლობა და ქრისტეს ერთგულება და კიდევ ერთხელ აი ეს უმძიმესი გამოჩნდა ქართველმა ერმა ჩააბარა და ეს ბევრწილად სწორედ რომ გიორგი მეშვიდეს წყალობით მოხდა. გიორგი დაიღუპა ბრძოლაში, მაგრამ არა თემურლენგის ლაშქართან ბრძოლაში, არამედ ჩავბატკრიანებთან ბრძოლაში და ბრძოლაში გმირულად დაიღუპა მეფე, როგორც მეფეს ეკათება, როგორც მებრძოლ მეფეს, როგორც ქრისტიან მეფეს. იგი დაასაფლავეს სვეტიცხოველში, რომელსაც გუმბათი მორღვეული ჰქონდა. ანუ ასეთი საქართველო ერგო მასწილად მართალია გუმბათი მორღვეული ჰქონდა სვეტიცხოველს, მაგრამ მან დატოვა ისევე როგორც ჩაიბარა ქრისტიანული საქართველო. და გუმბათი
გაუკეთდა სვეტიცხოველს. იმის შემდეგ გავიდა რამოდენიმე საუკუნე, ქართველი ერი კვლავ ქრისტიანი ერია, ხოლო გიორგი მეფის სახელი არის უკვდავი მანამ სანამ საქართველო იარსებებს.